ზუსტად 3 წლის წინ 2022 წლის 28 თებერვალს ამერიკის ელჩთან გამართული შეხვედრის დეტალები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს კელი დეგნანი მაშინ ჯერ მას, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თხოვდა. ქართული მხარის უარით კი უკმაყოფილო იყო. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მას შევხვდი მის თანმხლებებთან ერთად. პირველი რითაც მან საუბარი დაიწყო იყო დაბნეულობისა და იმედგაცრუების გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა. მისი სპეციალური თანაშემწეგი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. საქართველოს, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს, ვპასუხობ მე. უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუგდან საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოჩნდებით ჩართული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე, ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. შესაბამისად არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას: ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა. 3 წლის წინ საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკრაინაში კი მოხალისეების გაგზავნას ითხოვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ დაწერილი პოსტიც გააზიარა. ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას საქართველოსგან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა. იყო პირდაპირ მოწოდებები იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას განადგურების პირას მიიყვანდა და ცხადია ამ ჭრილობების მოშუშება საქართველოს გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა ვიდრე ნებისმიერ სხვას. და დღეს უბრალოდ კიდევ უფრო მეტად ფარსაჩინო ხდება თუ რა მასშტაბის ძალები ებრძოდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, რა ზეწოლას და ბრძოლას გაუძელით ჩვენ. პორტების გამოგზავნის ცდილობაც კი იყო საქართველოში, რომ საქართველოსგან მოხდარიყო მეომრების გაგზავნა უკრაინაში. იყო პირდაპირ დაჟინებული მოთხოვნა, როგორც ღია საჯაროდ, ასევე კულუარულად, როგორც ომში ჩართვის, ასევე სანქციების დაწესების. რო არა პრინციპული პოზიცია ქართული ოცნების და ჩვენი ხალხის და საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა, ჩვენ ისევე დიდ უბედურებაში გავეხმარებით, რაშიც არის სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი უკრაინა დღეს. ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. დამიდახონ რაც უნდა, მაგრამ დედაც არ ვატირე, რაც უნდა დაუძახებიათ. ეს ომისკენ მოწოდების და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. და მაინც ქართული ოპოზიცია ახლა ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ომში ჩართვა არავის უთხოვია. ხელისუფლებას პროპაგანდაში ადანაშაულებენ, უკრაინას კი მხოლოდ მადლობას ეუბნებიან. მავნებლობა არის ეს პროპაგანდა. უკრაინას მადლობა იმისთვის, რომ პუტინს არ მისცა უფლება საავადმყოფოს აღდგენის. მადლობა უკრაინას, არ ვაპირებ ამ სისულელეზე კომენტარს გაკეთებას. თუმცა ის, რასაც ოპოზიცია არ და ვერ იხსენებს, მმართველი გუნდისთვის უახლესი 3 წლის არქივია. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელისუფლების სწორმა და პრაგმატულმა პოზიციამ გადაარჩინა. ვიპირისპირდებოდნენ რის გამო? იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩვენ უარი ვთქვით, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში და მე შეგახსენებთ, რომ არც ერთ ქვეყანას არ გაუგზავნია და ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მაგალითად მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, რომ ესეთი ნაბიჯებისაგან თავი შეეკავებინათ, ვინაიდან ეს პირდაპირ ომში ჩართვას გულისხმობ. პრემიერი ღარიბაშვილის მიერ იყო განცხადება გაკეთებული, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ვერ დაუწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციას. ამას მეორე დღიდანვე მოყვა მეორედ მოსვლა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, სამწუხაროდ
უკრაინაში უკრაინელ ლომჯარიას დაუჯერეს სამწუხაროდ და ბომბების წვიმა აირჩიეს უკრაინაში. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის რისკები დღემდე არსებობს და იარსებებს იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.